ეხლა მე მინდა შემოგთავაზოთ დამიწების კითხვარი ესეთი ძალიან საინტერესო მედიტაცია. ამისათვის უნდა დაჭდეთ ძალიან ესეთ რბილად, მიაყრდნოთ თავი, კისერი, ზურგი, ხელები. სავარცხლის სახელურებზე დააყრდენით, ფეხები სწორედ დადეთ. შეგიძლიათ წამოწოლო მდგომარეობაში თუ მინდოდა მედიტაცია. ღრმად ჩაისუნთქეთ, რაც შეიძლება გაავსეთ ფილტვები. ამოისუნთქეთ. ბოლომდე და ნელა. ჩასუნთქვათ ცხვირით, პატარა პაუზა. ამასუნთქვა პირით, პატარა პაუზა. აი ასეთნაირად ისუნთქეთ. კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ და მოეშვით მოდუნდით. არ გაეწინააღმდეგოთ ფიქრებს, ემოციებს. მიეცით მათ დრო და ადგილი. უბრალოდ მოდუნდით. პირველ რიგში გაუღიმეთ ახლა საკუთარ თავს და სიყვარულით შეიგრძენით შიგნიდან და გარედან თქვენი სხეული. აღიქვით, რომ ძალიან საყვარელი ხართ. თქვენი თავისთვის ხო თქვენვე განსაკუთრებით საყვარელი ხართ. კარგად შეიგრძენით ეს სიყვარული. ეხლა ღრმად რო ჩაისუნთქოთ, წარმოიდგინეთ, რომ ფეხის ტერფებიდან გამოდის ფესვები და ჩადის მიწაში. და თან ესე ჩაზრდა ხდება უწყვეტად. ჩაზრდა სიღრმეში, სიგანეში და განტოტო. კიდევ ჩაისუნთქეთ და კიდევ ამოისუნთქეთ. და წარმოიდგინეთ, რომ ეს ფესვები გაიტოტა მთელ დედამიწის შიგნით. მის გულში, მის კიდეებში, ყველგან აბსოლუტურად და შიგნიდან მთელი დედამიწა მოიცვა. და იმდენად დაიქცელა და დაიტოტა, რომ რაღაცა წორიელი ბადესავით შიგნიდანაც და გარედანაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ამ სფეროში, დედამიწის სფეროში ეს ტოტები დაიქცელა. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ეს, ეხლა მე რაც გითხარით, კარგად შეიგრძენით და აი ეს მომენტი თითქოს, აი დააფიქსირეთ, რომ ეს ესეა. და ეხლა უკვე ჩასუნთქვისას შეისრუტავთ თითქოს მთელი დედამიწის შიგნით და გარეთ არსებულ სუფთა წყლებს, მინერალებს, ქვებს, ყველაფერს აბსოლუტურად. იმ წიაღისეულს, რაც დედამიწაშია. ენერგეტიკული სახით. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ შესუნთქვაზე ეს ნაკადი უწყვეტად ნელა-ნელა მოდის და ესეთი სასიამოვნო წყლის სიგრილი არის თქვენს ფესვებში, მინერალებით გაჯერებული. თანაც თქვენი ხედვა ყველგან არის, სადაც ეს ფესვებია და დედამიწის შიგნით ხედავთ, რომ თქვენი ფესვები ზოგან ეხება რაღაცა ქანებს, ძვირფას ქვებს, ძვირფას მეტალს, დედამიწის შუაგულში არსებულ ლავასაც, აბსოლუტურად სუფთა გრილ მიწისქვეშა წყლებს. აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა მაგისა დედამიწის ზედაპირთან ახლოს
ხეების ფესვებს, ბუჩქების ფესვებს, ყვავილების ფესვებს, ჯერ კიდე არ აღმოცენებულ თესლებს, პატარა მცენარეების. და მიწის ქვეშაც ვიცით, რომ სიცოცხლე ჩქეებს. ზოგი ცხოველი და ზოგი მწერი ცხოვრობს მიწის ქვეშ. და თქვენი ფესვები ხედავენ და აკვირდებიან ამას. ზოგან ეხებიან კიდევ. ეხა ჩაისუნთქეთ და შესუნთქვისას მთელი ეს ენერგია, რაც კი დედამიწის ზედაპირზე და მის შიგნით არის, თქვენში მოიკრიბეთ, თქვენს ფესვებში მოიკრიბეთ. ამოისუნთქეთ და ცოტათი ამოკაჩეთ. ეხლა კიდევ ჩაისუნთქეთ და ყველაფერი იგივე უწყვეტნაკადად ხომ მოდის, მაგრამ ამოსუნთქვისას ის რაც თქვენში ამოდის, უფრო და უფრო მაღლა ეწევს. კიდევ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფეხები შეევსო, თქვენი ტანი შეევსო, თქვენი ხელები შეევსო, თქვენი თავი და კისერი შეევსო. ეხლა ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ეს გაჯერებულობა იგრძენით. მაგრამ ეს ყველაფერი ხო დედამიწის შიგნიდან აგრძელებს თქვენში ამოსვლას. ამიტომ ეხლა ჩაისუნთქეთ და უკვე ამოსუნთქვისას ის რაც თქვენს თხემამდე იყო, იქ ვეღარ ეტევა. იმიტომ რომ ახალი ნაკადი ქვემოდან მოაწვა. და ესე ვეშაპებით შადრევანს აფრქვევთ თავიდან. ყველა მიმართულებით, ანუ წრიულად გარშემო. ყოველ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას ეს შადრევანი უფრო და უფრო მაღლად იზრდება და თანაც გაცილებით უფრო დიდ არეალს რწყავს გარშემო. ეს არა მარტო წყალია, ეს აერიც არის. ეხლა კიდე ჩაისუნთქეთ და ის რასაც ამ შადრევანით ამოისუნთქავთ შადრევანის სახით. წარმოიდგინეთ, რომ უკვე ძალიან მაღლა არის და მისი გაზიარება ხდება ცასთან, ზესთან, ქართან, ნიავთან, ღრუბელთან, ჰაერთან. ანუ თქვენ ამას უსიარებთ დედამიწის ენერგიებს და მიწის ენერგიებს, ცას და ამავე დროს ცეცხლისა და ჰაერის სტიქიებს. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას ეს შადრევანი, რომელიც დაბლა ისხმება, უკვე გაჯერებული არის ჰაერით, ცეცხლით და ცის ენერგიით და ასე უბრუნდება მიწას თქვენს გარშემო წვიმის სახით და ჩაედინება ძალიან ღრმად. თქვენ ხართ გამტარი. ის, ვისაც მიწიდან ამოაქვს ენერგია, უზიარებს ცას. და ის, ვისაც ციდან ჩამოაქვს ენერგია და უზიარებს მიწას. ქვემოდან ამოგაქვთ მიწა და წყალი. უზიარებთ ამას ცას. ციდან ჩამოგაქვთ ცეცხლი და ჰაერი და უზიარებთ ამას მიწას და წყალს. ეხლა ყოველ შესუნთქვაზე ქვემოდან ამოიტანეთ მიწა და წყალი და ყოველ ამოსუნთქვაზე გაუზიარეთ ცას. მერე ჩაისუნთქეთ უკვე ზემოდან, ციდან თითქოს და ზემოდან უკვე ცეცხლი და ჰაერი ჩამოიტანეთ და თქვენ შადრევანში
გავუზიარეთ და დავუბრუნეთ მიწას. ესეთ ესე გააკეთეთ. კიდევ ერთი 3 ჩასუნთქვა, ღრმა და ამოსუნთქვა. 1 2 და 3. ეხლა კი შეგიძლიათ გაახილოთ თვალები.